თითქმის ორთვიანი დაყოვნების შემდეგ დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნეს. 65 ადამიანი ქართველმა სამართალდამცველებმა მოლდოვურ და უკრაინულ მხარესთან თანამშრომლობით უკრაინაში მოლდოვის გავლით გადაიყვანეს. ციხეებიდან დეპორტირებული უკრაინელების საქართველოს საზღვართან ეტაპირება რუსულმა მხარემ ივნისში დაიწყო. შედეგად ნეიტრალურ ზონაში 87 ადამიანი მოგროვდა. შესაბამისი დოკუმენტაციის არ ქონის გამო მათი მესამე ქვეყანაში გადაადგილებაც შეუძლებელი იყო. ამ ეტაპზე ნეიტრალურ ზონაში 20-მდე დეპორტირებული უკრაინელი რჩება. სამშობლოში მათ დასაბრუნებლად მუშაობა დაწყებულია. დარიალის ხეობიდან უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ისინი თითქმის ორთვენახევრის განმავლობაში საკონტროლო გამშვები პუნქტის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში იყვნენ ჩარჩენილები. ახლა კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტით თბილისის აეროპორტში გადაიყვანეს, სადაც მათ ორი ჩარტერული რეისი და უკრაინელი სამართალდამცველები ელოდებოდნენ. სწორედ მათ გადაიბარეს საკუთარი თანამოქალაქეები და მოლდოვის გავლით უკრაინაში ჩაიყვანეს. ხანგრძლივი და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინის 65 მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ეს პირები ორთვენახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მათი შემოშვება ქვეყანაში არ ხდებოდა იმის გამო, რომ ისინი არ აკმაყოფილებდნენ კანონით გასაზღვრულ საზღვრისკვეთის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მათი წარსული და მათი განხორციელებული ქმედებები იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ქვეყანაში შემოშვების შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოებას და მაწესრიგს ისინი საფრთხეს შეუქმნიდნენ. დარიალის სასაზღვრო პუნქტზე ჰუმანიტარული კრიზისი ივნისის მეორე ნახევრიდან შეიქმნა, როდესაც რუსულმა მხარემ ძირითადად მის ციხეებში მყოფი უკრაინელი პატიმრების პირდაპირ დარიალის სასაზღვრო პუნქტზე ორგანიზებული მიყვანა და ნეიტრალურ ზონაში შეშვება დაიწყო. ამ ფორმით დროთა განმავლობაში სულ 87 ადამიანი მოგროვდა, რომელთაც პასპორტები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდათ. ფაქტობრივად ერთადერთი საბუთი, რაც მათ ჰქონდათ, რუსეთის მიერ გაცემული ფურცელი იყო, რომელზეც ეწერა, რომ ისინი რუსეთის სასჯელ ახსულების დაწესებულებიდან დეპორტაციით გამოიყვანეს. ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდა უკრაინულ მხარესთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საბოლოო ჯამში დაორგანიზდა მათი ორგანიზებული გაყვანა ქვეყნიდან და დაბრუნება საკუთარ სამშობლოში. ამისათვის ორი ჩარტერული რეისით 65 მოქალაქე გაემგზავრა ჯერ მოლდოვაში, ხოლო შემდგომ ისინი დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ქართულმა მხარემ უკრაინის ოფიციალურ უწყებებთან ერთად პრობლემის მოგვარების გზების ძიება დაიწყო. საქმეში ჩაერთო პოლიციის ატაშეების ქსელი, საგარეო და ჯანდაცვის სამინისტროები. ამასთან თავდაპირველად მოხერხდა 44 ადამიანის უკრაინაში დაბრუნება. სწორედ ამის შემდეგ რჩებოდა კიდევ 87 პირი ბუფერულ ზონაში. მათ შორის იყო 10 ქალი და 8 მძიმედ დაავადებული ადამიანი. საზღვარზე ჩარჩენილების ჯანმრთელობის კონტროლი ქართულმა მხარემ აიღო. მათგან 65-ის გადაყვანა კი გუშინ მოხერხდა. უკრაინულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლების მისამართი დღეს მადლობის წერილი გაავრცელა. ამასთან ამავე წერილში რუსეთი ჰუმანიტარული კრიზისის მიზან მიმართულად შექმნაში დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ მომავალში უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ მათ საზღვართან მიიყვანონ. მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ჯანდაცვის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან გუნდური მუშაობისა და ამ ოპერაციის განხორციელებაში თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებასა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის. უკრაინულმა მხარემ უკვე საჯაროდ მიმართა რუსეთის ფედერაციას, რომ ისინი პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაეგზავნათ და არა საქართველოში. ეს წინადადება ძალაში რჩება. თუ რუსეთი კვლავაც უგულებელ ყოფს მას, ერთადერთი დასკვნა იქნება, რომ დეპორტირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი რუსული ოპერაცია. ამავდროულად უკრაინა არასდროს ტოვებს თავის ხალხს გასაჭირში და ყოველთვის პრიორიტეტს მიანიჭებს თავისი მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დღეს მადლობის წერილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა. ამასთან იგორ კლიმენკო აცხადებს, რომ უკრაინული მხარე არკვევს თავისი მოქალაქეების ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში ყოფნის, მათი პროვოკაციებისა და დამცირებისთვის გამოყენების რუსეთის უხეში მცდელობის ყველა დეტალს. მისივე თქმით, თითოეულ დაბრუნებულთან გატარდება იურიდიული და სამედიცინო სამუშაო და უსაფრთხოების ზომები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეების დაბრუნების ოპერაციაში, რომლებიც რუსეთმა იძულებით გადაიყვანა საქართველოს საზღვართან. ტერორისტი სახელმწიფო კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. უკრაინის მოქალაქეები, რომელთაგან ზოგიერთი სასჯელს იხდიდა, ზოგი კი დაკარგულად ითვლებოდა რუსებმა საქართველოს სასაზღვრო პუნქტთან, ბუფერულ ზონაში გადაიყვანეს. დოკუმენტების საარსებო საშუალებების, საკმარისი საკვებისა და სამედიცინო მომსახურება
სამსახურების გარეშე. ფაქტობრივად ისინი ბედის ანაბარა მიატოვეს და დღეს უკრაინის პრეზიდენტის დავალებით უკრაინაში 65 მოქალაქე დააბრუნეს. მათ შორის 10 ქალი და 8 მძიმედ დაავადებული პირი. ეს შესაძლებელი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და მოლდოვისა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის წყალობით. მადლობელი ვარ შედეგიანი თანამშრომლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ბუფერული ზონიდან 65 უკრაინელი გუშინ გაიყვანეს, იქ ამ დრომდე კიდევ რჩება 20-ზე მეტი უკრაინელი. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ მათი სამშობლოში გადაყვანის პროცესი აღარ გაჭიანურდება და ისინი უახლოეს მოვალში შეძლებენ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებას, რაში ხელშეწყობისთვისაც საქართველოს სრულ მზადყოფნას აცხადებს. პარალელურად კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინულ უწყებებთან და ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან თანამშრომლობით დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნებაზე აგრძელებს მუშაობას.